სიგნიფიკაცია ვნახოთ. მოგესალმებით. ეს გახლავთ არხი შენი სულიერი სივრცე, სადაც მიმდინარეობს ტაროს წაკითხვა სულის ევოლუციის მიმართულებით და ამ არხზე არ ვმკითხავთ, აქედან გამომდინარე რიტუალები და მსგავსი საკითხები ამ არხზე არ იკითხოთ. ანუ ჩვენ ვკითხულობთ ტაროს მაღალ ვიბრაციული ენერგიებით და მიუყვებით მიმართულებას სულის ევოლუცია. სიგნიფიკაცია არის ქალის, რომელიც არის გაბრაზებული ნაწყენი და მაგას აქვს გადაწყვეტილება მიღებული მამაკაცთან დაკავშირებით, რომელიც ან თქვენი ყოფილი ქმარია, ან მამაკაცი, რომელიც არის ცოლს გაშორებული, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან დაიღალეთ მისი ნამოქმედებით და აი მიუხედავად ამისა, მაინც ფეხსეთ გახართ, მაინც როგორ ხართ იცით, აი რატომ ბუტაფორიასავით ხართ, მაგრამ მაინც ფეხსეთ გახართ და ძალას იკრებთ და მაინც ფეხსეთ გახართ. აი უბრალოდ ხართ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისეთ მენტალურ მდგომარეობაში, როდესაც მიიღეთ გადაწყვეტილება იმ გამოცდილების საფუძველზე და არა დაეცით, არამედ იმ გამოვლილისგან მიიღეთ გამოცდილება, გაანალიზეთ რაღაცეები თუ როგორ აღარ უნდა იყოს და აი ამ მიხვედრა მოგცათ ძალა ამ მამაკაცთან დაკავშირებით. მამაკაცი, რომელიც ძირითად შემთხვევაში მსჯელობს და არაფერს არ აკეთებს, მოდი ასე ვთქვათ, ასეთი ენერგიებია. რას გიმზადებთ ბედისწერა თქვენ? რას გიმზადებთ ბედისწერა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მომავალში? ეს ვინ არის? ბედისწერა რას გიმზადებთ და გამოცდას დიდი ალბათობით ამ მამაკაცთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს კაცი როგორ არის იცი? შეიძლება გითხრათ კიდევაც, რომ აი დავუშვათ როგორც იყო თავიდან, როგორც იყავი თავიდან, ისე მაწყობს და სხვანაირად არა და გახსნილად გითხრათ ეს ყველაფერი და ელოდება ეს კაცი ისევ თქვენგან ქმედებას, რომ იყოთ ისე, როგორც მაგან გითხრათ, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში როგორი რაღაც გელოდეთ, თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გაბრაზდით, ან გაბრაზდებით, ან გეტყვით ამას მამაკაცი და გაბრაზდებით და ცოტა არ იყოს თქვენ გამოცდა რაში მდგომარეობს იცით, რომ თქვენ ჩაიხედებით იმ წარსულში, რომელიც დახურეთ და ჩაკეტეთ, კი შეიძლება ლამაზი იყო, კარგი იყო, მაგრამ ისე აღარ გამოვიდოდა, იმიტომ რომ მხოლოდ აი ბავშვური მოლოდინები, რაღაც ის იმედი, ემოციური ასე ვთქვათ, უკმაყოფილება და თან მოლოდინი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაკეტეთ, მაგრამ იცი რა, ცოტა შეიჭყიტებით ამ კაცის ნათქვამის მერე და ეს როგორი რაღაცა იცი, თქვენ უნდა შეცვალოთ აქ ეს დამოკიდებულება, აქ გეუბნებიან ამას, რომ ანუ არ ჩაიხედოთ იმ წარსულში და არ დაბრუნდეთ, იმიტომ რომ შენ ეს გზა იმისთვის გამოიარე, გამოცდა მდგომარეობს იმაში, როდესაც ეს მამაკაცი მოვა და გეტყვით, რომ შენ ისევ აბა წარსულში დაბრუნდები? ეს არის თქვენი გამოცდა უბრალოდ და როგორ უნდა მოიქცეს ეს ქალბატონი? ემოციური სტაბილურობა,
დაასრულოთ თქვენ ის მომენტი, როდესაც თქვენ გასცემდით სრულ ემოციურ სიუხვეს და ვერ იღებდით იგივეს. და სამყარო გიმზადებს, ჩემო კარგო ადამიანო, შენ თუ ემოციურ სტაბილურობაში გადახვალ, აღარ გასცემ შენსასაც და მისასაც შენი მხრიდან, სამყარო გიმზადებს აი თითქოს განახლებას, ეს ვინ არის? აჰა, გასაგებია, შენ თუ მანამდე ამ კაცს მისდევდი, პირობითად რომ აი რაღაცა, აჰა, ჩემი სიყვარული, ეხლა, როდესაც შენ ამ პოზიციაში გადახვალ, ეს ადამიანი შეცვლის დამოკიდებულებას შენს მიმართ იმ მხრივ, რომ აღარავინ არ ენდომება და შენ დააინტერესებ, ჩემო ძვირფასო ადამიანო, შენი დატრანსფორმირებული მდგომარეობით. აი ესეთი ამბები გველოდება სამყაროსგან. მე კი გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიუხვეს თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს. გემშვიდობებით, შევხვდებით ხვალ ერთმანეთს და შევეცდები, რომ ჩვენი გრაფიკი დაბრუნდეს TikTok-ზე და ყოველდღიური გაშლები საჯარო ფორმატში ტრადიციულად გაგრძელდეს.